მორიგი კამპანია ოპოზიციისაგან, რომელიც მძიმე დანაშაულის შემსუბუქებას ისახავს მიზნად საქმე ხელისუფლების დამხობის მცდელობას ეხება, რასაც კონკრეტული მედია თუ ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციები სასახლის ღობის ამბად წარმოაჩენენ. მეგინ არსავიძის სიუჟეტი. ჩავარდნილი დამხობის შემდეგ რადიკალებს პატრონებმა შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამოსწორება დაავალეს. დიდარმა NGO-ებმა და ოპოზიციურმა პროპაგანდისტულმა მედიამ მიღებული დირექტივის შესრულება დაიწყეს, თუმცა ამჯერადაც უნიჭოდ. ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმის გაუბრალოებას ცდილობენ და სასახლის ღობის საქმე შეარქვეს. თუმცა ეს სახელწოდებები ვერ ცვლის კადრებს და რეალობას, რომელიც საზოგადოებამ 4 ოქტომბერს პირდაპირ ეთერში იხილა. აქტიურობს ეკა გიგაურის გაუმჭვირვალე საერთაშორისო გამჭვირვალობა, რომელიც საზოგადოებას მოკავშირე რადიკალების მსგავსად პარალელურ რეალობას სთავაზობს, რომლის აბსურდულობასაც მედია არქივი ნათლად აჩვენებს. სინამდვილეში არ არსებობდა არავითარი დამხობის გეგმა ან თუნდაც განზრახვა. ჩვენ შევიკრიბებით ახლა და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის განსახილს. მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ უცხოეთიდან მიღებულ სოლიდურ თანხებს დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყენებენ, ეს საზოგადოებისთვის უკვე კარგადაა ცნობილი. NGO-ების კამპანიას შიდა ტერორიზმის გამართლების მცდელობა დაფასებს პარლამენტის თავმჯდომარე. ეს არის კარგი დასტური იმისა, თუ რატომ არის ჩუმად დღემდე ევროკავშირის ელჩი და არ გმობს 4 ოქტომბრის ძალადობას, რატომ არის ჩუმად დღემდე ევროკომისია, რომელიც არ გმობს 4 ოქტომბრის ძალადობას, სწორედ ეს არის, მათ გარკვეული პაუზა აიღეს, რომ ამოესუნთქა ბრიუსელს და ასეთი აგრესიული კამპანიით შემოსულიყო, რასაც ახლა აკეთებს მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის ხელით, როდესაც ცდილობენ ხელისუფლების დამხობის ცდილობას ასე ვთქვათ, დააკნინონ და გაიმეორონ ერთ-ერთში ის ნარატივი, რომელსაც ამკვიდრებს პარტიული ტელევიზია TV1. 25 წელს ევროკომისიამ მილიონი ლარით დააფინანსა საერთაშორისო გამჭვირვალობა, ფულს იყენებენ დეზინფორმაციისთვის. საქმის მნიშვნელობის დაკნინების მიზნით ხელისუფლების ოპონენტებს მსგავსი აბსურდული კამპანია აქამდეც უწარმოებიათ. მაშინ, როცა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა პიჯაკების საქმის სახელით შეფუთეს და ასე ცდილობდნენ სააკაშვილის დანაშაულების გადაფარვას. მე მინდა დავამშვიდო ეკა გიგაური ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა და არა ისეთი როგორცაც ის არქმევს და შემდგომში TV1 ამას გადაათამაშებს. ყველა მიცის რა საქმეც იყო. ალბათ ეკა გიგაურისთვის მიშა სააკაშვილის პატიმარია და მიშა სააკაშვილი რატომაც ზის მისი ლოგიკით ალბათ პიჯაკების საქმე არის, თუმცა ყველამ, მათ შორის ამ ქვეყნის მოსახლეობამ თუ სტრასბურგის სასამართლომ ძალიან კარგად იცის მიშა სააკაშვილი რაზე ზის. ამ წარუმატებელი გადატრიალების ამ მცდელობის ჩავარდნის შემდეგ უნდათ რომ რამენაირად პასუხისგებლობა აარიდონ ის ადამიანები, ვინც მათი წაქეზებით იყვნენ ამ უკანონო საქმიანობაში ჩართული და ზოგადად ერთგვარად ამით უნდათ რომ იმ წამქეზებლებს, მათ შორის ევროკავშირის ბიუროკრატიას, იგივე იმ პრეზიდენტ მოლდავას პრეზიდენტ სანდუს გარკვეულწილად ალიბი შეუქმნან პირი მობანონ, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს რომ ისინი თვითონ ამ გადატრიალების მიმდინარეობის პერიოდში მხარს უჭერდნენ და აკეზებდნენ. უნდათ რომ ეს ყველაფერი დაიყვანონ იქამდე, რომ თითქოს უბრალოდ ხალხი მივიდა და ღობეს მიეყუდა და ღობე გადაიქცა და ეს იყო და ეს. ვიდრე გამჭვირვალე ოფისში მყოფი გაუმჭვირვალე ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიგაური ხალხს ატყუებს, ხელისუფლების დამხობის საქმეზე სასამართლო პროცესები გრძელდება. რა მოხდა 4 ოქტომბერს, ეს საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში ნახა და თვეების განმავლობაში ისმენდა ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებებს.